მე მიზეზი არსებობს, ესე იგი რა. პირველი მიზეზი ალბათ ის არის, რომ სადღაც რაღაცა არ უნდა მეთქვა და იქ თქვი და იმითომაც ხმა წამერთ. ან სადღაც რაღაც არ უნდა მეთქვა, ან სადღაც უნდა მეთქვა და არა ვთქვი. ხომ არ არის? აი სადღაც ამიტომ ყოველთვის უნდა დააკვირდე ადამიანი სად რას ამბობს. მეორე მიზეზი რა შეიძლება იყოს იცი? შეიძლება იმისთვის არის, რომ თქვენ მოთმინება ისწავლოთ. ხო, ადვილი ხო არ იქნება 40 წუთი ესე ხავის რო უსმინოთ არა. მაგრამ თუ მოთმინება უნდა ისწავლოთ. აი ხო მაგალითად მოდი ცუცულად ჩემთან ლამაზიკა. მოდი შენც მოდი. შენც მოდი. აი თუ არ და ყველანი აქ მოდი მე მოვა და ეგ გამოვა იქ პირი. ეხლა რა მინდა რო თქვა, მოდი აქ. რა მინდა რო თქვა, დადექი კაცო, მოდი მეთქი, განა მიდი და მოდი მეთქი. ეხლა რა მინდა რო თქვა, მაგალითად. აი ეს ლამაზი ბავშვები სახლიდან რო გადიან. ხო გოხდა ჩაცმულები გამოდიან. მაგრამ ეხლა მაგალითად აი ადამიანი დასაბანი ტურტლიანი რო იყოს, როგორ გოხდათაც არ უნდა ჩააცვა. ეგეთი სახლიდან ხო არ გაიშვება, არ უნდა გაუშვა ეგრე აი დაბადების დღეს ქორწილში მიდიხარ, ესე ჭუჭყიანი ხო ვერ წახო. მაგრამ მარტო დაბანაც არ უშველის, გარედანაც სუფთად უნდა გეცვას ხო მართალია. ხოჭი რატო ამბობ? ადამიანი სიტყვას რო ამბობს რაღაცას. მარტო ლამაზად თქმა კი არ არის თავარი. თავარია შინაგანათაც სწორად ფიქრობ. შინაგანად გინდოდეს რომ სიკეთე გააკეთო. თორე მარტო ლამაზი სიტყვები არ გამა. მარტო ლამაზი ტანსაცმელი არაფერს არ უშველის. თუ იმ სიტყვით ვიღაცას უნდა აწვენინო, მარტო ლამაზად თქმა არ უშველის ხო მართალია. ამიტომ ესე იგი სანამ რამეს ვიტყვით, ჩვენ უნდა დავფიქრდეთ ხოლმე. თორე თქვენ შეიძლება ხმა წაგესთვათ მე. თუ ისე იტყვი, მაგალითად რა შემთხვევაში იქნება არასწორი ჩვენი ნათქვამი. თუ ჩვენ თავს შევიქებთ, ეგ არასწორი იქნება. ეგ ესე იგი ნიშნავს, რომ მე ვერ თქვი ის, რაც უნდა მეთქვა. აი თავს შევიქებ, მე რა მაგარი ვარ. მე სხვებზე კარგი ვარ. მე მართალი ვარ, სხვა მტყუანია, ეგეთი ლაპარაკი არ შეშვენის ადამიანს. ან მაგალითად თუ სხვას განიკითხავ ვიტყვი, რომ ის დაუშვათ ძუნწი ადამიანია, ის უზოდელია, ის ლოთია, არ უნდა თქვა. მაგ შემთხვევაში ცუდად ლაპარაკო. ან მაგალითად თუ იცი რომ რაც უნდა თქვა, სიმართლე არ არის. არც ეგ არ უნდა თქვა. ზოგჯერ შეიძლება სიმართლე იყოს რაღაცა, მაგრამ არ თქვა. ეგ იმას არ ნიშნავს, რომ ტყუილი თქვა. მაგრამ თუ შენი სიმართლე, ესე იგი ადამიანს აი დაუშვათ მაგალითისთვის ვიტყვი. დაუშვათ ადამიანი არის რომ რაღაცა არ გამოსდის კარგად. დაუშვათ აი კალათბურთს თამაშობს და ბურთს კალათში ვერ აგდებს. ახლა ისედაც ხო იცის რომ ვერ აგდებს არა? ხო სიმართლეა რომ თქვა რომ შენ ბურთს კალათში ვერ აგდებ. ხო სიმართლეა, მაგრამ იქ მაგის თქმა არ შეიძლება. და თუ გაჩუმდები, ეგ იმას არ ნიშნავს რომ ტყუილს ამბობ. ამიტომ იქ უნდა გაჩუმდე, სადღაც უნდა გაჩუმდე. სადღაც უნდა თქვა. ზოგჯერ თქმას ჯობს, არა თქმასაო, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების. ეხლა რა შემთხვევაში ჯობია რომ თქვა. დაუშვათ ვიღაცას ჩაგრავენ შენთან ერთად, იქ გაჩუმება არ ივარგებს. იქ შენ უნდა უთხრა რომ რატო ჩაგრავთ მაგას. გესმით? იქ გაჩუმება არ ვიღაცა რომ მიდის დაუშვათ. აი ეს ვაჟკაცი რომ მიდის წინდა, უკან რომ ძაღლი ეპარება, მე ხო უნდა უთხრა რომ მოდი ხედე, თხილად ვიყავი, ხო უნდა უთხრა. იქ გაჩუმება არ ივარგებს. ან მაგალითად ვიღაც რომ შეიძლება ცოდვაში ჩავარდეს. ჩვენ ხო უნდა უთხრათ რომ თხილად ვიყავი, რასაც შენაპირებ, ეგ არ შეიძლება. მაგან შეიძლება დაგაზიანოს. მაგრამ ეხლა წარმოიდგინეთ ესეთი რაღაც.
დაუშვათ შენ რა გქვია? დემეტრე მიდის და უკან ძაღლი ეპარება. და ეს საყვარელი გოგონა უყვირის, თხილად დემეტრე ძაღლი გეპარება. და დემეტრემ უთხრა ძაღლი არა ის თავი დამანებე ერთი და მივა უცბად ძაღლი და მოაჭამს რაღაცას. ხოდა ვისი ბრალი იქნება? დემეტრეს იცი რატო ვამბობ? ჩვენ დაუშვათ მშობელი გვეუბნება რომ შვილო ეგრე ნუაკეთებ. აი როგორც რა ქვია შენ? როგორც ნინა ეუბნებოდა ძაღლი გეპარება დემეტრე თხილად იყავი ჩვენ მშობელი გვეუბნება შვილო ეგრე ნუაკეთებ რაღაცას დაგაზიანებს ცუდია შენთვის და ჩვენ ვამბობთ არაფერი არ გესმით ეს ძაღლი რომ მიეპარება ხო მოუვა რაღაც ხო და ადამიანსაც ეგრე მოუვა აი დღევანდელ დღეს შეიძლება ეს ძაღლი შევადაროთ იცი რა ადამიანი თვალებს რო ისიებს ტელეფონთან ჯდომით 5 და 6 საათი მშობელი ეუბნება შვილო გაუფრთხილდით შენს თვალებს შენს დროს გაუფრთხილდით შენ ჯანმრთელობას ბავშვი ყურად არ იღებს შეიძლება კი ითამაშო ცოტა მაგრამ გადამეტებული არაფერი ვარ დრო გეკარგება ბევრი ჯანმრთელობა გეკარგება დემეტრე თუ მოიხედავდა გადარჩებოდა ძაღლი აღარ უკვენდა და ნინას მადლობელი დაურჩებოდა აი ჩემო საყვარელო ნინა მადლობა ნახე რა კარგი გამოთქმებია ქართველ ადამიანს საყვარელო გეთაყვა შენი ჭირიმე აი ხო გესმი შენ გენაცვალე ინებეთ გერეთყვით აჰა აიღე ეგრე არ უნდა უთხრა ინებეთ გეთაყვა აიღე მიირთვით აი ეს სიტყვებს თუ ილაპარაკებთ ხმა არ გექმნებათ ჩემსავით თავთან